როდის უნდა აგვენთოს განგაშის სიგნალი მშობლებს, რომ ბავშვს სჭირდება ფსიქიატრთან ვიზიტი? რაიმე სიმპტომი თუ არის ასეთი? მოდით მაშინ დავაკონკრეტოთ ალბათ ერთ-ერთი ნიუანსი. ყველა ასაკს აქვს თავისებური რისკის პერიოდი. ჩვენ ფსიქიატრები ბავშვებთან ურთიერთობას ვიწყებთ დაახლოებით 3 წლინახევრიდან 4 წლიდან. იქამდე უფრო ან ფსიქოლოგები ურთიერთობენ ბავშვებთან, ან ბავშვებთან ურთიერთობს ბავშვთა ნევროლოგი, უბნის ექიმი, რომელიც ხედავს მის ზრდა განვითარების პროცესს, შეესაბამება თუ არ შეესაბამება ასაკს. 3 წლინახევრიდან 4 წლისნახევრიდან და ზემოთ უკვე ჩვენ ვიწყებთ, ვცდილობთ დავინახოთ ან შევამჩნიოთ პროგნოზი, როგორი შეიძლება იყოს. და იმის მიხედვით უკვე ან საჭიროა ფსიქიატრია ან არა. ერთ-ერთი მომენტი, ყველაზე მნიშვნელოვანი, არის არასშესაბამისი ჭირვეულობა. ანუ ბავშვი ჭირვეულობს იმაზე, რასაც არ უნდა ჭირვეულობდეს. აი მაგალითად შეიძლება დაკონკრეტება. მინდა და გავიტან ბოლომდე. ჯიბრიანს რო ეძახიან, აბაკუნებს ფეხებს, გორაობს იატაკზე, ყველაფერზე პირველი სიტყვა არის არა, აქ დარღვეული ძილი. ამ შემთხვევაში ფსიქიატრი გჭირდება, რატო? იმიტომ რომ ფსიქიატრი განსაზღვრავს, ეს წაშველება ჭირდება ბავშვს თუ წაშველება, მკაცრი წაშველება ჭირდება მშობელს, რომელმაც მიიყვანა ბავშვი ამ მდგომარეობაში. რა საინტერესოა. ეხლაც უცხოანაირად შემოbrunდა. ხო. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, აი მე ბავშვთა ფსიქიატრიც ვარ, დიდებში და ორივეში მუშაობ, ორივე მიმართულებით. ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოდის ჩემთან მშობელი ბავშვთან ერთად, ბოდიშ ვუხდი ბავშვს ან მშობელს, მეუბნებით, რომ ბავშვს მეწამალს არ დავნიშნავ, მაგრამ თქვენ საკმაოდ კაცრად და გეტყვით რა შეცნობები უნდა გამოასწაროთ. იმიტომ რომ ბავშვისთვის წამლის დანიშნა ნიშნავს მშობლისთვის კომფორტს. დღეს და ხვალდაზე ეს წამალი ბავშვს არ ჭირდება, რატო უნდა დაინიშნოს? არჯობია მშობელს დაუნიშნოთ, რომ ბავშვს წამალი არ ჭირდებოდეს. იმიტომ რომ ეს მისი შედეგია.